ანუ შოქში ვარ თქო რა თქვი ის კი არ ვახსენე რომ დევნასთვის გუჩი არის ძალიან მაღალი საფეხური და რაღაც ვერ წარმომიდგენია არანაირად ძალიან დიდი ინტერესით ველოდები რა იქნება რეალურად გუჩის წაიყვანს დემნა თავის ესთეტიკისკენ, ანუ რაც ჩვენ ვიცით Balenciaga, Vetmani თუნდაც ხო, რას ნიშნავს და როგორი ბრენდი გახდა, თუ თვითონ რაღაცას ახალს მოიფიქრებს და რაღაცა სხვანაირ რამეს წარმოადგენს გუჩიში. ანუ ეს არის ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი და ეხლა გამოჩნდება რეალურად დემნას მრავალმხრივი ტალანტი, რამდენად ის Hartla ძალიან იჭიერი დიზაინერია, შეიძლება ასე ითქვას, მე კი პირადად ეჭვი არ მეპარება, მაგრამ მაინც მსოფლიოს ინტერესი ხა ზუსტად აქეთკენ არის მიმართული. რეალურად რა ხდება 5 ივლისს თუ 6 ივლისს წარმოადგენს ბოლო კოლექციას Balenciaga დემნას ხელმძღვანელობით და შემდეგ უკვე გადაერთვება მთლიანად გუჩიზე. კონტექსტი, ანუ წინარე ისტორია რომ ავხსნათ ამ ყველაფრის, მოდით დავაჯამოთ გუჩი ამ შემთხვევაში ამ წუთას, ამ ეტაპზე, ჩემი დიდი პატივისცემის და სიყვარულის და სიმპათიის მიუხედავად არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ფაქტიურად ბრენდი მკვდარია, როგორც ასე აფასებენ, იმიტომ რომ აქვს ძალიან დიდი ფინანსური კრიზისი და კრეატიული კრიზისი, ასე ვთქვათ, შემოქმედებითი გუნდი ფაქტიურად აღარ შერჩა, კრეატიული დირექტორიც კი არ ყავს და მეორე მხრივ კიდე Balenciaga-ში უკვე ჩვენ ბოლო კოლექციები რაც ვნახეთ, თითქოს დემნამ ამოწურა თავისი თავი და არაფერი ახალი იქ უკვე ფაქტიურად აღარ იყო, რაღაცა ეს ვაუ ეფექტი, ცოტა უკვე დაასრულდა რაღაცნაირად ლოგიკურად და ძალიან საინტერესოა ეხლა რა მოხდება, ანუ რამდენად შეძლებს დემნა რაღაც ისევ ერთი რაღაც ახალი ვაუ რაღაცა გააკეთოს, რაც გუჩისთვის იქნება თან ახლოს მდგომი და თან ეს ეფექტი ისეთი მაგარი უნდა იყოს, რომ შეძლოს გაყიდვების ამოქაჩვა და გუჩის როგორც ბრენდის ახალგაზრდა თაობისათვის სასურველ ბრენდად გადაქცევა. არ ვიცი, რას ფიქრობთ თქვენ, კარგი გადაწყვეტილებაა გუჩის მხრიდან თუ არა?